მე ვარ იოვან სარიჩი. დავიბადე მონტენეგროში 1991 წლის 20 იანვარს. 6 წლის ვიყავი, როცა პირველი შეხება მქონდა წყალბურთთან. ზოგადად, ჩემს სირული ყველა ბავშვი პატარაობიდან ირჩევდა ცურვას ან წყალბურთს. სკოლაში მეც დავდიოდი ცურვის წრეზე, თუმცა მერე უკვე მამაჩემის მეგობარმა მიმიყვანა სპორტის ამ სახეობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ წყალბურთში უკვე ძალიან დიდი ხანია ვარ, ეს სპორტი ჩემთვის ცხოვრების წესად იქცა. მე წყალბურთს ყველაფერი მივეცი და სანაცვლოდ წყალბურთმაც მომცა ყველაფერი. მაგალითად, დასაწყისისთვის მომცა ის, რომ შემაჩვია დისციპლინას. მომცა ფიქრის უნარი და მიჩვენა გზა, რომლითაც უნდა მევლო და ამ გზას დღეს რომ გადავხედო და გავიხსენო მრავალი წლის მანძილზე რამდენი შრომა და ენერგია მაქვს ჩადებული განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში, როცა ყოველ ჯერზე 100%-ით ვიხარჯებოდი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წყალბურთს მეც ყველაფერი მივეცი. თავიდან ეს იყო გართობა და ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ თამაში იყო, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ეს არა მხოლოდ გართობა, არამედ ჩემი არჩევანი იყო და ამის შემდეგ არანაირი კითხვა აღარ ყოფილა მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, რთული იყო წყალბურთის და სწავლის შეთავსება და არ მომერიდება თუ ვიტყვი, რომ იყო მომენტი, როდესაც სასწავლო პროცესს ჩამოვშორდი გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან რთული იყო ვარჯიშების პარალელურად განათლება მიმეყო. მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად მიწევდა გადაადგილება შორ მანძილზე და ფიზიკურად შეუძლებელი იყო ორივე საქმე ერთდროულად მეკეთებინა, თუმცა ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ყველა იმ სპორტსმენის მიმართ, ვინც პროფესიონალურ სპორტს და განათლებას ერთმანეთს უთავსებს და ორივე მიმართულებით წარმატებულია. ეს კარგად მესმის, რადგან ვიცი თუ რამდენად რთულია ამ პროცესების შეთავსება. ჩემ კარიერას რომ გადავხედოთ, როცა მაღალი დონის გუნდში პირველად მოვხდით 15-16 წლის ვიყავ. ეს იყო იადრა ჰერცოგნოვი. ისე კი კარიერა ადგილობრივ პატარა კლუბ ბიელაში დავიწყე, რომელიც სწორედ იადრაში მოსახვედრად ერთგვარი ტრამპლინი იყო, რადგან იქაური ტალანტები და კარგი მოთამაშეები პირდაპირ გადაყავდათ იადრაში. ასაკით პატარა ვიყავი, ამიტომ თამაშის საშუალება შედარებით მარტივ შეხვედრებში მაძლევდნენ და ასე მეხმარებოდნენ გამოცდილების დაგროვებაში. ახლა რომ ვიხსენებ, ჩემი სადებიუტო თამაში ხორვატული სპლიტის წყალბურთის კლუბთან შედგა და ეს იყო რაღაც განსაკუთრებულად ემოციური მომენტი ჩემთვის. თითქოს ისოცნება ამიხდა, რისთვისაც ამდენ შრომობდი. მით უმეტეს, რომ იმ თამაშში წყალში ყოფნა ისეთ წყალბურთელებთან ერთად მომიწია, რომლებიც მსოფლიო დონეზე წარმოუდგენელი ავტორიტეტით სარგებლობდნენ სპორტის ამ სახეობაში. გარდა ამისა, თუ კი ჩემი კარიერის მანძილზე მეხსიერებაში ჩაბეჭდილ სხვა მომენტებსაც გავიხსენებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო საქართველოს ნაკრებთან ერთად ხორვატიაში მიღწეული წარმატება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქართული წყალბურთისთვის. მაშინ ჩვენ რვა საუკეთესო გუნდში მოვხდით და მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ მასპინძელ ხორვატიასთან, რომელიც ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ემოციურად უაღრესად მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო იმ ტურნირზე საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა. რა თქმა უნდა, მქონია უსიამოვნო მომენტებიც. როგორც ყველა სპორტსმენი, მეც ვიყავი ტრავმირებული. მაშინ ახალგაზრდა ასაკში ვიყავი და იმდენად სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექი, რომ გამოსავალი მხოლოდ ოპერაციაში უნდა გვეპოვო. ბევრი მირჩევდა, რომ გამეკეთებინა. ბევრი პირიქით მეუბნებოდა და ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. გასაკეთებელი იყო არჩევანი. ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში საკმაოდ დიდი დრო გამიცდებოდა, ამიტომ მე და ჩემ ოჯახს უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, დავწოლილიყავი თუ არა საოპერაციო მაგიდაზე. საბოლოო ჯამში უარი ვთქვით ოპერაციის გაკეთებაზე და ამან გაამართლა. სპორტული ცხოვრების გარდა დღეს უკვე დაოჯახებულია. ჩემი მეუღლე ქართველია. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. 3-4 თვე შეყვარებულები ვიყავით და მაგ პერიოდში მომიწია საუდის არაბეთის გუნდთან კონტრაქტის გაფორმება. ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდით, რადგან საუდის არაბეთში მოგზაურობა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც ერთ საღამოს უბრალოდ ვუთხარით ერთმანეთს. მოდი დავქორწინდეთ და ასე უცებ ყოველგვარი გეგმის და გააზრების გარეშე შევქმნით ოჯახი. დღეს უკვე ყავს 2 თვის შვილი, რომელიც საქართველოში დაიბადა. ჩემი მეუღლე ბევრს ცდილობს, რომ ქართული ვისწავლო. უკვე რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობ და მწვენია, რომ ქართულად ვერ ვსაუბრობ, არადა ძალიან ბევრი რამ მესმის. მესმის სიტყვები, როდესაც საუბრობენ, ვიგებ გარკვეულ წინადადებებს, თუმცა ჯერ ვერ მივახციე იმ დონეს, რომ თავად ვისაუბრო ქართულად. საომალოდ აუცილებლად მინდა, რომ საკომუნიკაციო დონეზე მაინც ვისწავლო ქართული ენა. ამის
ძალიან დიდი სურვილი მაქვს. რაც შეეხება ჩემი მეუღლის როლს არა მხოლოდ ჩემს კარიერაში, არამედ მთლიანად ცხოვრებაში ეს წარმოადგენდა დიდია, რადგან ჩემი და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებ. ყოველთვის ვგრძნობ მის მხარდაჭერას და სპორტული კუთხით შემატკივრობას. რაც შეეხება აპოლოს, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერია. ჩემთვის ეს არის რაღაც ახალი და ჯანსაღი ისტორია, რაც მე ვიგრძენი და საკუთარ თავზე განვიცადე საქართველოში და მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის ნაწილი და გუნდის პირველი კაპიტანი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან მაინც ახალი გუნდია, ახალი მწვრთნელებით, ახალი მოთამაშეებით, რომლებიც ნამდვილი პროფესიონალები არიან. თითოეული მათგანი ყველა ვარჯიშზე და თამაშზე სრულად იხარჯება. შესაძლოა ეს ძალისხმევა ყოველთვის ვერ აისახოს შედეგზე, მაგალითად როგორც ათენში იყო, მაგრამ ეს გრძელი და რთული სამუშაო პროცესია. რეალურად ჩვენთვის მთავარი ეტაპი ახლა იწყება და ჩვენ თებერვალში აპოლო უნდა წარმოვაჩინოთ როგორც გამორჩეული გუნდი მონპელიეს ტურნირზე. ამისათვის ყველა ძალიან მაგრად ვემზადებით. ამასთან წარმატებაზე ფიქრის საფუძველს ის კარგი ატმოსფერო და სამუშაო პროცესი გვიქმნის, სადაც ყველა თავის საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებს. ყველა რგოლი და ამას ჩვენ ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ. ხედავთ თუ როგორი საუკეთესო ურთიერთობა აქვს მწვრთნელებს წყალბურთელებთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია ჩვენ შევასრულოთ ის დავალებები, რასაც ჩვენგან მწვრთნელები ითხოვენ. ამასთან უკვე გვაქვს წარმოუდგენელი გამოცდილება გულშემატკივრების ჩვენდამი დამოკიდებულების, რასაც გამოხატავენ თამაშებზე. ისინი ქმნიან იმ ატმოსფეროს, რომელიც ჩვენ გვაბედნიერებს. ჩვენთვის მერვე მოთამაშის როლს ასრულებენ, რადგან სულ წარმატებისკენ გვიბიძგებენ და სტიმულს გვაძლევენ. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც უყურებ იმას, როგორ ქომაგობენ ადამიანები და შენთან ერთად იზიარებენ თითოეულ წამს და რაც მთავარია, ეს არ ხდება მხოლოდ აუზზე. მის გარეთაც ყოველი თამაშის შემდეგ, მიუხედავად შედეგისა, მოვიგებდით თუ წავაგებდით, იდგნენ და გველოდნენ, როდის გამოვიდოდით გასახდელიდან. მე როგორც კაპიტანი მათ წინაშე ვიდექი და დიდ მადლობას ვეუბნებოდი მხარდაჭერისთვის. ახლაც ვეთქვი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი კარგი თამაშით და წარმატებით მათ ბედნიერება მივანიჭოთ. და ამის გაკეთებას ძალიან მალე მონპელიეში შევეცდებით. ამ ტურნირს ჩვენი მწვრთნელი ოლიმპიურ თამაშებს უწოდებს და მართლაც ეს ასპარეზობა ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ვიცით, რა სიძლიერის გუნდებთან მოგვიწევს თამაში და თითოეული ჩვენგანი სრული დატვირთვით ემზადება მონპელიეს ტურნირისთვის. ზუსტად ვიცი, ყველა მაქსიმუმს გაიღებს წარმატებისთვის და ბოლომდე დაიხარჯება. ამასთან ორი უმაღლესი დონის მოთამაშე დავემატეთ დენე შვარგასა და ანდრო ბითაძის სახით. გარწმუნებთ, თუ ყველანი ვიქნებით ჯანმრთელად და ტრამვების გარეშე, ჩვენ დავწერთ ისტორიას და აუცილებლად მივახცევთ იმ წარმატებას, რისთვისაც ამდენს შრომობთ.